არჩევნებში მონაწილეობის მიღება კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის 28 მუხტი ითვალისწინებს. ანუ საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლიდან აქვს უფლება მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი ხმა. არჩევნები დემოკრატიის ერთ-ერთი მოდელია, რომლის დროსაც ხალხი ირჩევს კონკრეტულ კანდიდატს, რომელსაც ეკისრება გარკვეული ვალდებულებები ქვეყნის მიმართ. თუ ხალხს არ ექნება არჩევის და გადარჩევის ესპირება, არჩეული არ იზრუნებს საზოგადოების ინტერესებს და შეიძლება ბოროტებას გამოიყენოს საკუთარი უფლებები და დემოკრატიას ხელშეუხლებას. ამიტომ სავალდებულოა, რომ მოქალაქეებმა გამოიყენონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. არჩევნები პერიოდულად სამი ძირითადი მიზეზის გამო იმართება. პირველი, საზოგადოების სხვადასხვა საკითხზე იცვლება, რაც უნდა აიხსნას ხელისუფლების შემადგენლობაში. მეორე, ერთი და იმავე ადამიანის ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნა ქმნის იმის საფრთხეს, რომ მათი გაკონტროლება საზოგადოების მხრიდან შეუძლებელი გახდება. ხოლო მესამე, სხვადასხვა ადამიანებსაც უნდა მიეცათ ხელისუფლებაში ყოფნის უფლება. ხალხის ნება უნდა იყოს საბრძოლო მთავრობის ძალაუფლების. ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდული და სამართლიანი არჩევნებით, რომელიც უნდა ტარდებოდეს ფარული კენჭისყრით, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის ხმის თავისუფლებას. ამიტომაც მოდით არჩევნებზე დააფიქსიროთ საკუთარი ხმა, რადგან შენი ხმა გადამწყვეტი ქვეყნის მომავლისთვის.